მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი. მე ირმა ინაშვილი გახლავართ, თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დაგვირეკოთ თქვენთვის მტკივნეულ თემებთან დაკავშირებით, გააჟღეროთ თქვენი მოსაზრებები და თქვენი პოზიცია. მე კი მინდა რომ რაღაცნაირად მაინც იმ თემებს შევეხოთ, რაც ჩვენს ქვეყანაში თითოეულ ოჯახს აწუხებს და ადარდებს. და ეს თემები ძირითადად, რა თქმა უნდა, უკავშირდება სოციალურ გარემოს, უკავშირდება ეკონომიკას, უკავშირდება სიდუხჭირეს, რომელიც სამწუხაროდ კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვლაპარაკობდი უსიხარულობაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ დავდივართ ქალაქებში, სოფლებში, ვხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. მე ძალიან მიყვარს, როდესაც ვუსმენ ადამიანებს. მარტო ის არა, რომ შენ ილაპარაკო. ყოველთვის უნდა მოусმინო სხვასაც, რომ გაიგო, რას ფიქრობს შენი ხალხი და ეს უსიხარულობა რაღაცნაირი წუხარე ლაიტმოტივია ჩვენი ყოველდღიურობისა მთელ საქართველოში. იმიტომ რომ სადაც არ უნდა ჩაბრძანდეთ თქვენ. იქნება ეს ყაზბეგი, იქნება ეს გორი, იქნება თელავი, იქნება ყვარელი. ყველგან ადამიანების ჩვეულებრივი რიგი, მე არ ვლაპარაკობ ჯერჯერობით ახალ ოლიგარქებზე. იმ გამდიდრებულ კასტაზე, რომელიც ცალკეა, სრულიად განყენებულად შეგვიძლია ისინი მოვიაზროთ, მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივ ხალხზე, ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელთათვისაც ყოველი დღე ეს არის ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისათვის. ბრძოლა იმისათვის, რომ გამოკვებონ საკუთარი ოჯახები, ბრძოლა იმისათვის, რომ პენსიონერმა რაღაცნაირად მოახერხოს მედიკამენტის შეძენა და ამავდროულად საბანკო პროცენტის გადახდა და ამავდროულად საკვებით საჭიროა ხომ ფიზიკური გადარჩენისთვის და ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ ეტევა იმ 350 ლარში, 450 ლარი, 350, 450 ლარი, რომელიც ჩვენი პენსიონერებისათვის არის განკუთვნილი. და აი ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ გვესმის, რომ სახელმწიფო მოხელეების ხელფასი იზრდება, ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია ასევე მოსამართლეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით და ეს მოცულობა ხელფასების არის საკმაოდ შთამბეჭდავი, 11,000 ლარი, 12,000 ლარი. თავისთავად იმაში, რომ გაიზარდოს ხელფასი, ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ სახელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ იყოს დაცული თანასწორობა, ბალანსი, სოციალური სამართლიანობა და ჩვენ სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. წეღან მე ვახსენე ახლად წამოჩიტული ახალი ფეოდალები, რომელთა დიდი ნაწილი სხვათა შორის სწორედ სახელმწიფო ტენდერების თითოეული თქვენგანის სახსრების ხარჯზე არის გამდიდრებული. აი ამ ტენდერებს რომ გადახედოთ, თქვენ ნახავთ, რომ კოლოსალურ თანხებზეა იქ საუბარი. და ამავე ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში უამრავი ბავშვი შიმშილობს, საქართველოში განსაკუთრებით სოფლად ეს სიღატაკე არის ძალიან თვალშისაცემი და ეს დიდი განხეთქილება, უთანასწორობა, საზოგადოების ფენებს შორის ესეთი ხლეჩა თავარი უმთავრესი პრობლემა არის ჩვენი სახელმწიფოსთვის და ეს არ მომხდარა დღეს და გუშინ. ამას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს, ამიტომაც ყოველთვის, როდესაც პრობლემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გამოსავალსაც მოვაყოლებთ ხოლმე, ჩვენი აზრით გამოსავალი რაშია და გნებავთ ამ გამოსავალზეც ვისაუბროთ დღეს, როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა ამ სოციალური უთანასწორობიდან, ამ სიღატაკიდან. იციან ჩვენმა ტელემაყურებლებმა, რომ
მე წლების მანძილზე მუშაობდი ბავშვთა სიღარიბის თემაზე, როდესაც პარლამენტში მქონდა გამოსვლები ამასთან დაკავშირებით, ხშირად მესმოდა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ესეთი შენიშვნა, რომ რაღაცას ვაზვიადებთ ჩვენ და რაღაცა არასწორი მონაცემები მოგვყავს. უამრავი წერილი მომდის დღესაც ამ ბავშვების მხრიდან სოციალურ გვერდებზე და უკიდეგანო არის ამ ბავშვების განსაცდელი. რამდენიმე დღის წინ სხვათა შორის ახლა არა მაქვს უფლება რომ ამ ბავშვის გვარი და სახელი დავასახელო. ერთი არ არის ასეთი, მინდა გითხრათ, ძალიან ბევრია ბავშვების ნაწილი ჩვენს პროექტში ჯადოსნური ყუთი აი აქაც მონაწილეობდა და ერთ-ერთი 9 წლის ბიჭი კახეთის რეგიონიდან წერს, რომ დავიღალე, დააკვირდით, 9 წლის ბავშვი როგორ იწყებს წერილს. დავიღალე, გთხოვთ, დამეხმაროთ, მომაქციოთ ყურადღება, ვაგროვებ ჯარდს, ხელები მეწვის, გადატყავებული მაქვს, კუჭიც მეწვის, მშია. ბევრი არის ასეთი წერილი. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ჯადოსნური ყუთი ჩვენი პროექტი იყო. რაღაცნაირი ვიქტორინა თამაში შემოვიტანეთ მაშინ და გამარჯვებულები ჯილდოვდებოდნენ ფულადი პრემიით. ასევე გართობის ელემენტებიც იყო ამ გადაცემაში შეტანილი, მართალია არ გვემღერება, მაგრამ როდესაც ბავშვების ცხოვრების გაფერადებაზეა საუბარი, იქ სიმღერა და ცეკვა და გართობა და ყველაფერი საჭიროა და აი ამ ელემენტებით იყო გაჯერებული ეს გადაცემა, გარდა იმისა, რომ დაეხმარა არაერთ ოჯახს. მე კარგად მახსოვს ბავშვები, რომლებიც ამ გადაცემაში მონაწილეობდნენ, რა ტრაგიკულ გაჭირვებაზე საუბრობდნენ, რა დიდი იყო განსაცდელი მათთვის და როგორ არ მალავდნენ და პირდაპირ ყვებოდნენ გადაცემაში, რომ მათ დიდ ნაწილს არ ყოფნის პური, არ ყოფნის საკვები. ერთ-ერთი დედა საუბრობდა ამ პროექტში, ობიექტივის ამ პროექტში, რომ არ არის საკმარისი პური, რომელსაც უფასო სასადილოში მას აძლევენ. პურნახევარი გამოდიოდა 4 ბავშვზე და აი ამ ფონზე, მართლა ამ ტრაგიკულ ფონზე, ჩვენ ვისმენთ მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას, ასევე ვკითხულობთ, რა სწრაფად მდიდრდებიან სახელმწიფო მოხელეები და ზოგიერთი მინისტრები თუ მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ, როგორ ხდებიან წარმატებულები და მერე როგორ გვიხსნიან კიდევ, რომ თურმე ისინი ჭკვიანები არიან, თურმე მათ აქვთ დამსახურება, აქვთ სტაჟი საკმარისი იმისათვის, რომ ეს კაპიტალი დაეგროვებინათ. ეხლა შორს რომ არ წავიდე, ჩვენ მოსმენილი გვაქვს მაგალითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კომენტარი, რომელიც ბრძანებდა, რომ მისი ოჯახის და მისი პერსონალური მიზანი ეს არის კაპიტალის დაგროვება. მე მეგონა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მთავარი პრიორიტეტული მიზანი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ნორმალური სამართლიანი არჩევნების ჩატარება და კაპიტალის დაგროვებაზეა ლაპარაკი. აი დააკვირდით ამ მდგომარეობას, ასეთი ტიპის აზროვნებას და დააკვირდით იმ ფონს, რაც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, რამდენი ათასი ადამიანი, საუბარი არის 1,200,000-ზე მეტ ადამიანზე საქართველოში აცხადებს, რომ ის არის ღატაკი და ის საჭიროებს დახმარებას. ეხლა გავიხსენოთ ჩვენ რა ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ეს არის საქართველო, თავისი რესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანა, მართლა ღვთითბოძებული არის ჩვენთვის მიწაც, ნიადაგი, მდინარეებიც, წიაღისეულიც, ყველაფერი და სხვათა შორის არც ნიჭიერება არ გვაკლია. მაგალითად თუ ავიღებთ მათემატიკის დარგს, საოცარი მეცნიერები, მსოფლიო დონის მეცნიერები ყავდა ჩვენ და ეხლაც
მათემატიკის მიმართულება ახალგაზრდებში სამწუხაროდ არ არის ეს სტიმულირებული, არის ძალიან თვალსაჩინო, რომ ნიჭი გვაქვს ჩვენ ამ დარგის და აი ამ ყველაფრის გამოყენება სამწუხაროდ ხალხისთვის სასარგებლოდ გამოყენება არ ხდება, თორემ ეს ახალი ფეოდალების დაჯგუფება გადასარევად იყენებს ამ სახელმწიფო რესურსებს თავისი კეთილდღეობისთვის. იმდენი დინარე, კლდე, მთა, რა ვიცი, მიწარი მათ ხელში უკვე მოქცეული, რომ თვლას ვერ აუვალთ. და აი ამ ფონზე, როდესაც საქართველოს აქვს ამდენი სიმდიდრე და ჩვენ სოფლის მეურნეობის კუთხით გვაქვს პოტენციალი, რომ თუნდაც ნიორი არ შემოგქონდეს თურქეთიდან, თუნდაც ვაშლი საოცარი მონაცემებია რა, არ შემოგქონდეს უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდან. აი ამ ფონზე იმაზე კი არ მიდის საუბარი, როგორ გავაკეთოთ ის, რომ ჩვენი გლეხობა, ჩვენი ფერმერობა იყოს მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფო ეხმარებოდეს ამ ადამიანებს პროდუქციის გატანაშიც, რეალიზაციაში რაღაცნაირი გეზი მიცეს ამ ყველაფერს და სტიმული სახელმწიფომ. ვკითხულობ ახლა მონაცემებს და შოკის მომგვრელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვაშლის იმპორტი მაგალითად 2025 წლის იანვრის მონაცემებით 70% იყო გაზრდილი და 43% შემოგვაქვს თურქეთიდან ჩვენ. არა მარტო ვაშლი, ხა ვაშლზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ საბჭოთა დროს ქართლში ჩვენ გვახსოვს, რომ იმდენი მოსავალი იყო ვაშლის, პირიქით საქართველოდან გაქონდა ვაშლი და ეს იყო ფუნდამენტი ოჯახების კეთილდღეობის და სიძლიერის, მაგრამ მოიშალა ეს ყველაფერი, მერე ჩვენ ის პერიოდიც გვახსოვს, როგორ აიჩეხა ეს ვაშლის ბაღები და ამიტომაც არის, რომ დღეს დამოკიდებული ვართ ვაშლის იმპორტის კუთხით, დამოკიდებული ვართ თურქეთზე, ირანზე და ასე შემდეგ და გაცილებით უხარისხო პროდუქცია შემოდის ჩვენთან, ვიდრე ქართული ვაშლი მსხალი და ატამია. პირველი ზარია ჩვენს ეთერში და განვაგრძოთ საუბარი. გამარჯობათ. გამარჯობა, ქალბატონო ირმა გენაცვალე. გისმენთ. ახლა ვისმენთ თქვენ საუბარს და ყოველთვის ვისმენ თქვენი ტელევიზიის გამოსვლებს და მე მესმის გაჭირვებულებზე, ღარიბებზე და ღარიბ მოსახლეობაზე წუხარ. მაგრამ საქმე თითრაშია ქალბატონო ირმა. მოსახლეობას ნდობა აქვს დაკარგული რიტი. იმითი რომ აი ივანიშვილი რომ სანამ სათავეში მოვიდოდა ჩემო კარგო ადამიანო, თქვენი კიდრა დაპირებები ჰქონდა და რა იმედი იყო მოსახლეობის თვალში ივანიშვილი. არავის არ იგონა ივანიშვილი თუ მოსახლეობას გაუწევდა იმედს და დღეს პენსიონერის სულამაზე ლაპარაკობდა, მე მგონი გაგიცხადეთ გული ალბათ პენსიონერებზე ლაპარაკი, რომ პენსიას 350 ლარს მისცემდა და დაჰყოფდა კიდე პენსიონერებს, ჩვენ ხო არავის გვეგონა. იმიტომ რომ იმდენი ხელა გასაჭირი მოულინა ჩვენაირ ფენას, რომ თვითონ რომ განძღები არიან, სხვაც განძღარი გონიათ. ძღებიან, ვერ ძღებიან, კიდე უნდათ რომ მოიხვეჭო, იზი ძახიან რომ ჩვენ გზებს ვაკეთებთ, ჩვენ საბავშვო ბაღებს ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენ იმას ვაკეთებთ. ჩვენთვის რას აკეთებს სკალაზე? ახლა უწერია ბანერზე რომ მეტი ცეთ ბილისორა. აი ჩვენ რა ვიძენი, ჩვენ მაინც ვეპან. ეს რაღაცა რაკეთება ისე სათავისოდ კეთდება რა. ჩვენთვის რაკეთება კახიკელაძეს მიმართა. 13 წელი გქონდათ. ერთხელ მოვთხოვდით, ორჯერ მოვთხოვდით, 5 ჯერ მოვთხოვდით და ჩვენ სანამდე უნდა მოვთხოვდეთ ბატონო კახი. პენსიონერებს რატომ არ პაძლევთ ნორმალურ პენსიას, სოციალურ დაუცველებს? ჩვენ ყოფნა გინდა დიდხანს. ჩვენ ხო გვინდა რომ ჩვენი მთავრობა კეთილი და კარგი იყოს პენსიონერებისთვის, სოციალურ დაუცველებისთვის. აი ამაშია საქმე ქალბატონო ირმა, რომ მოსახლეობას ნდობა აქვს დაკარგული და აი ხშირად ამბობენ თქვენი ტელევიზიით, რომ
აი 100 ლარზე იყიდებიან, 200 ლარზე იყიდებიან. იქით რა შეკრან ხოლმე ქალბატონო ირმა, რომ მე შევკითხვა რომ აი რატო აიღებული, რატო მაკეთებთ ამას, ეს თავრობა ესეთია, წასული ესეთი იყო. იქით რა ამბობენ ხოლმე ქალბატონო ირმა, გულწრფელად ვამბობ. იქ ვინც მოვიდეს ჩვენთვის არავინ იქნებაო და რასაც გამოვჩებით, იმას ვიღებთო. აი ასეთი პასუხს ვისმენ ხოლმე და მე მინდა კიდე ჩემო კარგო ადამიანო ივანიშვილს მივმართო თქვენი ტელევიზიით. Când ești sacrebulezi da merovin sarcevnevi. Cel pensionerები მოგმართავს. Გავინულე ის საბანკო კრედიტები რომელიც გვაქვს აღებული განსაჭირის მიმართ ჩვენ პენსიონერებს ჩვენ არ გვიხინდა რომ ვიღებდით და გაგვიზარდეთ პენსიები. ხა პენსია გამოსული თქვენი ტყუილები. ქალბატონო თუ შეიძლება ერთი წამით აი რაღაცნაირად რომ გავშალოთ აი ამ 350 ლარიანი პენსიის თემა. თქვენ როდესაც იღებთ ამ 350 ლარს, რაში ყოფნით ეს? ვაიმე აღარც მინდა რომ თქვა რაში მყოფნის ქალბატონო ირმა. რაში არ ყოფნით მაშინ? მარტო წამლები მინდა და შვილებსაც არა სამი შვილი მყავს და რომ დამეხმარონ ზოგები იწიან ხოლმე რომ აი პარლამენტარები რომ ისა შვილები უნდა დაეხმარონ მშობლებსო აი ესეთი მოწოდება და ესეთი გაფიქრება როგორ შეიძლება როცა შვილებს ჩვენზე მეტად უჭირდა მე რომ იჭირდა იმათ რომ აი რა უნდა დავეხმარო სირცხილი ჩვენ თავრობას სირცხილი რომ პენსიები კი არ არის ეს დახმარებაც არ არის რა ვიცი რა არის არ ვიცი რა უწოდო აი უსიცხილოები არიან წინას არჩევნო ივანიშვილი თავს იწონებდა რომ ჩვენო პენსიები გავზარდეთო პენსიებიო არ თქვენია და ეს არის გაზდა რასაც თქვენ აკეთეთ მადლობთ პატივის შემიდგემშიდებებით მადლობა მოსმენისთვის მადლობთ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე რაც თითოეულ ქართულ ოჯახს აწუხებს და საქართველოში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს სხვა ეროვნების წარმომადგენლებსაც რომ გვაქვს პოტენციალი რომელსაც სამწუხაროდ არ ვიყენებთ და ჩვენ არ უნდა ვიყოთ თუნდაც ვაშლის მაგალითი რომ ავიღოთ დამოკიდებული იმპორტირებულ ვაშლზე იმიტომ რომ ნამდვილად შეგვიძლია ორგანიზება იმისა რომ ვაშლით მაინც უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყანა ნიორი ვახსენეთ წეღან ატამი ასევე რომელიც შემოდის პომიდორი 93% პომიდრისა თურქეთიდან შემოგვაქვს ჩვენ და აი ამ ფონზე მე მინდა გადავიდე მე შემდეგ პრობლემაზე რა პრობლემის წინაშე დგას დღეს გლეხი ფერმერი რომელსაც რომ აწარმოოს თქვათ მურაბა აწარმოოს ტყემალი რაღაცას პროდუქტის სახე მიცეს ამას ვერაფერს ვერ იზამს უამრავ პრობლემას და ბარიერს შეუქმნიან და ვერანაირად ეს გლეხი და ფერმერი ვერ მოახერხებს იმას რომ მის მიერ წარმოებული ვთქვათ ქართული მურაბა შევიდეს რომელიმე დიდ ქსელში იქნება ეს ნიკორა იქნება ეს დეილი რომელიც მონოპოლისტია პრაქტიკულად იმიტომ რომ გააერთიანა მაღაზიების ქსელი ჯერ ერთი სახელმწიფო ამას არ უნდა უშვებდეს რომ რომელიმე ერთი კომპანია ხდებოდეს ესეთი მონოპოლისტი ბაზარზე მონსტრი და შეიერთა უამრავი ამ დეილმა შეიერთა უამრავი მაღაზია ასევე სხვა მაღაზიათა ქსელებიც რომ აიღოთ დიდი გიგანტები რომლებიც არიან მათი კარი დაკეტილია დახშულია ქართველი წარმოებლისთვის და თუ გაიხსნება კარი მე გადავიდეთ იმასაც მოგიყვებით რა მოთხოვნებია უკვე ამ ქართველი წარმოებლის მიმართ ზარი ჩვენს ეთერში გამარჯობათ გამარჯობათ ირმა გენაცვალეთ მე უბრალოდ მოგმართავთ იმიტომ რომ ძალიან შინაურულად ვახცენთომ ყოველდღე ჩემ ტელევიზიაში ფაქტებისმენ აი ცხრა რომ საუბრობენ ესის მომატებაზე ცოტა არ იყოს უხერხულია პენსია კი არ უნდა მოუმატონ პროდუქტს უნდა დააკლონ დიახ მედიკამენტები უნდა ჩამოვიდეს აი ცუდად არ ჩამომართავთ მაგრამ საბჭოთა კავშირში
აი რასაც უძახიანებს ამლებს აი ფეთქით უბრალოდ დევინჩიდებოდა მე ჩემი შვილისთვის ყოველთვის ანგინა ქონდა სტრეპტოციდი ღირდა 2 კაპიკი დიახ 11 კაპიკი ღირდა 2 ეს ეკვივალენტი ეხლა ჩვენ რომ გამოვიანგარიშეთ ეს რა მდგომარეობა რა თქმა უნდა ჩვენს პენსია არ გვეყოფს ახლა თავრობა რომ გეუბნება შვილები რომ მოგეხმაროთო ბატონო ამ შვილს რომ აქ რაღაცა პატარა კი ბატონო გათხოვის თუს მიხდის ეკუთვნას დავწევარი მაგრამ ხმედგინეთ იმისათვის რომ კარგი ატამი იყიდო 5 ლარს საჭიროა ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს ჭამპოტებს ვაკეთებთ მურაბებს ეხლა აღარ არის მაგარაკეთებს ჩვენ არაფერი არ აგვაქვს მე თქვენი ის მომცემი ვარ ხმის მომცემი უკვე მრავალი წელია და მე ვისურვებდი მხოლოდ რომ ჩვენი მთავრობა ცოტა დაფიქრებული იყო როცა ტელევიზიიდან გვესაუბრება თქვენ წარმოიდგინეთ რომ მაღაზიებზე გამჭრიახები ვართ ჩვენ მაღაზია უფრო არ გაფნიშნებთ და მაგათი უფრო ძალიან მიყვარს ჩვენი სამშობლო. დიდი მადლობა. ამიტომ ეს მდგომარეობა შექმნილი რომ ჯიბები გადმოსებულია. დიდი მადლობა. მადლობთ ქალბატონო საინტერესო ზარისთვის და იმ წერტილზე ვიყავი მისული როგორ შეიტანოს მაღაზიათა ქსელებში ქართველმა მწარმოებელმა პროდუქტი. ავიღოთ მურაბა, ეხლა დღეს მურაბას გავყვეთ, იმიტომ რომ წინა ერთ-ერთ გადაცემაში ლიმონადზე ვისაუბრე. აი ამ მურაბას ვიდრე მწარმოებელი შეიტანს მაღაზიაში, ქსელზე ვლაპარაკობ მე დიდ ქსელებზე, მას მოსთხოვენ. აი რატომ ძვირდება მერე პროდუქტი და რატომ ყიდულობთ რამდენჯერმე მეტ ფასად. მას მოთხოვენ ჯერ გადასახადს იმისათვის რომ შევიდეს პროდუქტი მაღაზიაში. და ეს საკმაოდ დიდი გადასახადია 10,000 ლარიდან ზემოთ არის. შემდეგ მოთხოვენ cashback-ია ეგეთი გადასახადია ისიც, ესეც უნდა გადაიხადოს. შემდეგ მაღაზია ფასნამაც თვითონ აკეთებს და მურაბა რომელიც ქართულ მწარმოებელს დაუჯდა 1 ლარი დახლზე თქვენ ხდებათ უკვე 7 ლარად, 6 ლარად და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იქ მაღაზიის ფასიც ემატება, ეს cashback-ი ემატება, თვითონ ქსელში რომ შევიდა ის გადასახადი ემატება და ასე შემდეგ. მაგრამ იდეალური შემთხვევა თუ მურაბის მწარმოებელი ამ პროდუქტს მაღაზიათა ქსელში შეიტანს. იმიტომ რომ ბლოკირებულია ეს ქსელები ძირითადად ამ ქართულ მწარმოებლებს ბლოკავენ, იმიტომ რომ ირანიდან, თურქეთიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტების განთავსება უფრო აძლევთ ხელს, პლუს ქსელური მარკეტების აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა უკვე წარმოებაზეც, თავად აწარმოებენ მურაბასაც, ტყემალსაც, გამაგრილებელ სასმელებსაც და პასუხიც მზად აქვთ, რატომ შეიტანონ სხვისი წარმოებული პროდუქტი, როდესაც თვითონაც აქვს ძეხვი, თვითონაც აქვს ლიმონადი და მურაბა. აი აქაც ესეც უნდა რეგულირდებოდეს სათანადო კანონმდებლობით. სუპერმარკეტის ქსელი ხარ, იყავი სუპერმარკეტის ქსელი, თქვათ ერთ პროდუქტზე გქონდეს წარმოების უფლება, მაგრამ არა ყველაფერზე, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ ბანკებიც ერთი პერიოდი სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებდნენ საქმიანობას. თან ბანკი იყო და საბანკო საქმიანობას ეწეოდა. თან ქონდა სამშენებლო კომპანია, სარემონტო კომპანიები და ასე შემდეგ. ანუ გაფართოებული საქმიანობის არეალი ქონდათ. და იგივეა ამ ქსელებშიც. ეს არის დასანგრევი მთელი ეს სისტემა, იმიტომ რომ დღეს ბაზარი დაკავებული აქვს რამდენიმე მონოპოლია მოკლედ ამ სუპერმარკეტების ქსელებში. მე ვიტყოდი ეს არის კლასიკური გაგებით მაფიოზური სისტემა. კი არსებობს კონკურენციის სააგენტო, მაგრამ კონკურენციის სააგენტო ვერ უმკლავდება და ვერ ერევა ამ ყველაფერს და არც ერევა ამ სხვილი ქსელების საქმიანობაში სამწუხაროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ იქნებოდა. და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ
ქართველი გლეხი თუ ფერმერი იმისათვის რომ გაყიდოს მისი პროდუქცია ღვინო იქნება მურაბა თუ ტყემალი რაღაცნაირად ცდილობს ინტერნეტში განათავსოს ეს ყველაფერი ამას წინათ ოკამში ვიყავით შევიძინეთ ღვინო და იგივე ღვინო მაგალითად წარმატებით აღმოჩნდებოდა სუპერმარკეტების ქსელების დახლებზეც ან მურაბა ან ტყემალი ან კომპოტი და აი ამ ვითარებაში სახელმწიფო სად არის? სად არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო? სად არის იგივე ეს სააგენტო, რომელიც უნდა აკონტროლებდეს ამ ვითარებას? სად არის და აქ არის? და ეს ყველაფერი მათ თვალწინ ხდება. და დღეს, როდესაც საუბარი იმაზე მიდის, რომ თითქოს ქართული ოცნება კორუფციას ებრძვის, პირველ რიგში კორუფციის მთელი სქემა აი ამ ქსელურ მარკეტებში არის წარმოდგენილი. ამისი გარდატეხა ჩემი ღრმარწმენით უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ამოცანა თუ ვინმე მართლა ებრძვის კორუფციას და ეს არ არის უბრალოდ ცარიელი სიტყვები, იმიტომ რომ ჩვენი პენსიონერი, აი ქალბატონო წეღან რომ დარეკეთ ჩვენს ეთერში და გაძვირებულ ფასზე ისაუბრეთ, მაშინ ქართული წარმოების პროდუქტს 7 ლარად კი არ იყიდის იგივე მურაბას, არამედ იყიდის 2 ლარად. აი ეს ფასები რომ იყოს დარეგულირებული და რომ არ იყოს ესეთი გაუმაძღრობა და პირდაპირ არის აი ეს კეშბექია თუ რაც არის პირდაპირ არის ფულის ახევის საშუალება მეწარმისათვის. და იქიდან კიდე დღგ-ს გადასახადს თვითონ არ იხდიან ისევ ამ წარმოებელს აკისრებენ დღგ-ს გადასახადის გადახდას. ანუ ეს მთლიანად ეს სისტემა არის შესასწავლი, გამოსაძიებელი და დასაშლელი ეს მონოპოლია წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირად ქართული წარმოება ვერ შეძლებს დაიმკვიდროს ადგილი ქართულ ბაზარზე და ვერც ახერხებს ამას. აი ამასობაში ჩვენ რომ საუბრობთ იმპორტირებულ ვაშლზე, ნიორზე, ატამზე, პომიდორზე და ასე შემდეგ, აი მე თვითონ მერიდებ ამას რომ ვასახელებ ამ პროდუქტებს, იმიტომ რომ ნამდვილად შეგვიძლია ჩვენ უზრუნველყოთ ხილით თუნდაც ჩვენი ბაზარი და ვაშლი რომ ავიღოთ კონკრეტულად თუ ჩვენ ის სახელმწიფოები თურქეთი, ირანი და ასე შემდეგ, რომლებსაც შემოაქვთ ეს ხილბოსტნეული საქართველოში სუბსიდირებულები არიან. ანუ სახელმწიფო ეხმარება მათ. და ჩვენ უნდა დავახვედროთ შემხედრი ზომები. მაგალითად, იმ სუბსიდირების მოცულობით უნდა დავვეგროთ თურქეთიდან შემოტანილი პომიდორის 93% და მაშინ ჩვენი ქართული პომიდორი იქნება კონკურენტუნარიანიც და უფრო გაიკვლევს გზას ბაზრისკენ, ქართული ბაზრისკენ. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. გისმენთ, გამარჯობათ. ისაუბრეთ, დროს ვკარგავთ. ალო. გისმენთ, ისაუბრეთ. იმაში. მე ვარ პროპორცია. დიახ. ჩვენ აი მიტოვარი პროდუქტი გაძვირებული და მიტო ხალხი ვერაფერს ვერ აკეთებს და აღარ აინტერესებს ამიტომ კვირაში ორჯერ უნდა მოწყდა ამიტომ მაინც არ შეიძლება ზოგადად ამიტომ განცდილი იყო კომუნისტების პერიოდიდან და აღარა თვითონ ხალხი აღარ არის დაინტერესებული იმ ფასვეყარებზე რასაც პრომოცია დაიმეცება ყველა ფერიკასის სტაცია გლეხებს აუჭირებს ყელში აუჭირებს ცხოვრების უნარს დააკარგებს ცხოვრების ინტერესი დააკარგებს მადლობთ თქვენი ზარისთვის
ნამდვილად განთქმული იყო და დღესაც არის ჭოპორტის პამიდორი, მაგრამ ეხლა აი როგორი ნიშანდობლივი რამ ბრძანა ქალბატონმა ყელში წაუჭირეს გლეხს და არ აძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას. აი რომ გადავხედოთ ჩვენს რეალობას, სადაც არ უნდა წახვიდე საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ჩახვიდე. რომ ავიღოთ მიწები, ქართული მიწები, შესყიდული აქვთ არაბებს, ინდოელებს, ირანელებს და იმ მიწაზე დაქირავებულ მუშებად თუ ბედმა გაუღიმათ, ისიც იმ შემთხვევაში ჩვენს ქართველებს ამუშავებენ და ეს ის შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლობაა, ჩემი აზრით, აი ჩვენი ეროვნული ინტერესების და ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ყოველთვის საუბრობდით ამაზე, უნდა მოეკიდოს სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ესე უდიერად გაყიდვის, დათმობის, გაცემის თემას, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამ პატარა ქვეყნის მიწები თუ ესე უდიერად გაიყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ერთშენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მიწაწყლის პატრონები აღარა ვართ და სახელმწიფო ინტერესების გააზრება ნიშნავს იმას, რომ შენ არეგულირებდე ამას. ის კი არა რომ მეუბნებოდე, აი ხომ შევცვალეთ კანონმდებლობა და არ შეიძლება ესე მიწების გაყიდვა. ეს პროცესი მიდის და ეს ხდება ჩვენ თვალწინ და ვხედავთ ჩვენ რომ მთელ საქართველოში გუდაურიდან დაწყებული, სადაც ახალი გუდაური რომ ავიღოთ, იქ არაბების ხელში არის მიწების დიდი ნაწილი, კახეთით გაგრძელებული, თქვენ შეხედავთ რომ საქართველოს მიწაწყლის ძალიან დიდი ნაწილის მეპატრონე ნელა-ნელა ესე ჩუმად ხდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ქართველმა კაცმა, საქართველოს მოქალაქემ რომ რაღაცნაირად დაიკანონოს თავისი მიწა წყალი, იქაც უამრავ პრობლემას უქმნიან და რაღაცა ბარიერებს და აწამებენ ხალხს რომ იტყვიან. ეხლა ჩემი გონება გადახტა უცბად საინგილოს თემაზე, იმიტომ რომ ამას წინათ ვესაუბრე ჩვენს ძმებს, იქაურ მაცხოვრებლებს და წარმოგიდგენიათ რომ მათ ჰერეთის მოსახლეობას არ აქვს საშუალება რომ აიღოს ქართული მოქალაქეობა. არ აძლევენ ამის საშუალებას. რატომ გეკითხებით მე? რატომ ხდება ესა? რატომ ვუქმნით პრობლემას იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან და სახელმწიფო მათ განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს და კი არ უნდა ურთულებდეს ამას, აი ამ პროცესს. რომ მიიღოს მეორე ორმაგი მოქალაქეობის მიღებაზე აქ ლაპარაკი, იმიტომ რომ აზერბაიჯანის მოქალაქეობა აქვს და საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა და არა აწამებენ ადამიანებს და წლების მანძილზე არ აძლევენ საშუალებას რომ მიცენ საქართველოს, ეს არის დანაშაული, მოდით პირდაპირ დავარქვათ ამას თავისი სახელი. ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. დაგვიკავშირდით თუ ისევ შეძლებთ დარეკვას. ჩვენ ყველაფერი იმაზე ვსაუბრობთ, რაც ასე იტყვიან ხოლმე უბრალო ადამიანებსო, ჩვენაირ ხალხს, ანუ აწუხებს და ადარდებს. ეს მაღალ მატერიებზე არ ვლაპარაკობ ახლა, მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ საქართველოში ოჯახების დიდი ნაწილი გმინავს და უსიხარულობა ვახსენე მე. ჩვენ მომღერალი ერიც ვართ, მოცეკვავე ერიც ვართ, არ გვშვენის რაღაცნაირი მწუხარება. ჩვენ გვალამაზებს სილაღე და ბედნიერება და სიხარული. მაგრამ გადახედეთ თქვენს სოფლებს, თქვენს ქალაქებს და ეს უსიხარულობასა აქვს მოცული ეს ყველაფერი და უსიხარულობის მთავარი მიზეზი არის ეს გაჭირვება და უპერსპექტივობა. ჩვენსავე ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში, ჩვენივე თანამემამულე ხვალინდელ დღეს ვერ ხედავს. ის კი არა, დღის ბოლო როგორი იქნება, იმასაც ვერ ხედავს ხალხი და ზარი მივიღოთ და განვაგრძოთ საუბარი. ტელევიზორს უნდა დაშორდეთ. ალო.
ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ, მოგესალმებით ქალბატონო ირმა. მე თქვენ გისმენთ ძალიან ხშირად და ყველაფერში გეთანხმებით, რასაც საუბრობთ, იმდენად სიმართლეა, რომ არ ვიცი რა. აი დღევანდელი ცხოვრებაში რო ამბობენ, რომ გამრავლდეს ქართველი ერი, დაოჯახდეს ახალგაზრდობა. აი თვითონ ახალგაზრდობა დადის მშიერი, პერსპექტივო. აი ის ირიდებს პასუხისმგებლობას. წარმოიდგინეთ, ხომ გესმით, ოჯახს რამდენი რამე უნდა რომ შეიქმნას ახალგაზრდა ოჯახი და ეხლა უკვე ახალგაზრდებსაც უჭერს და პენსიაზე უკვე აღარ მაქვს საუბარი, ეს სამარცხვინო თანხა მარტო მედიკამენტებში არ ყოფნის ხალხს და რომელ სოციალურ პირობებზეა საუბარი, რომ აი თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ერთი დღის გადაგორება უჭირს ადამიანს, ყველანაირ ასაკობრივ ადამიანს რა, გაუსაძლისი მდგომარეობა ან ჩვენ საქართველოში, აი ეს გასართობები, ტოტალიზატორებები და რო დააქცია მთელი რიგი ოჯახები, დაკეტონ, დახურონ, მოუმატონ პენსიას, მიხედონ სოციალურ მდგომარეობას და რაღაცა იქნება გვეშველოს რა ვიცი, ეხლა მე პოლიტიკურ დონეზე ვერ საუბრობ, როგორც თქვენ ხართ განსწავლული ყველა სფეროში, მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობაა რა. ძალიან დიდი გაჭირვება, აღარ არსებობს საშუალო ფენა. ადრე იყო, იცით, შეიძლება ყველა მილიარდელი არ იყო, მაგრამ ელემენტარული ოჯახის შენახვა, არ საუბრობ სიმდიდრეზე, დიდ კომფორტზე. ელემენტარული საკვები და ჯანმრთელობას რომ მიხედოს ადამიანმა მთლიანად არა 100%-ით არა, აი რაც აუცილებელია, რაც გადაუდებელია, ვერც იმას ვერ აკეთებს ადამიანი. უკიდურეს შემთხვევაში რო გაუჭირდება სამედიცინო მხრივ, აი ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, იზოლებული თუ არო, საოპერაციო ან რაღაცა გახდეს, ის გარდაუვალია და ან სახლი უნდა გაიყიდოს, ან ვალი უნდა აიღოს, რა ჯანდაცვის დახმარებებიაო, არ ვიცი, მე ვერსად ვერ ვნახე რა. ეს ჩვენი თაობა და ახალგაზრდები და გინდა ძველი გაზრდები თავსა, აი როგორ თქვა, არ ვიცი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და რაღაცა იქნება მოიფიქრონ, რომ ცოტა ხალხს მიაქციონ ყურადღება და ურდნავ გააუმჯობესონ ეს სიტუაცია. აი ეს მინდოდა მეთქვა, კიდე ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ისევ ნერვიულობ, რომ რასაც მოვაბი თავი ბოდიშის მოხდით, გესაუბრებით, წინასწარ დიდი მადლობა. კარგად ზამთრობთ. მადლობთ. პირიქით, დიდი მადლობა თქვენ ესეთი ძალიან საინტერესო ზარისთვის და წეღან ბრძანეთ, რომ მე არა ვარო პოლიტიკურათო ისე მომზადებულიო როგორცო სხვებიო, მაგრამ გარწმუნებთ ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ძალზედ კომპეტენტური იყო თქვენი აი ეს ხედვაც, თქვენი შეფასებაც, თქვენი მოსაზრება, რომელიც ახლა ჩვენ გაგვიზიარეთ და გულსატკენი იცით რა არის და რაზე მწყდება გული, რომ ჩვენ მეც ვიყავი პარლამენტში, სამწუხაროდ არ მქონდა მე ის ბერკეტები, ვინაიდან ოპოზიციაში ვიყავით, რომ გაგვეტანა რიგი კანონებისა და მაშინ დავაყენე მე სკოლებში უფასო კვების საკითხი, იმიტომ რომ ხედავდი რამდენი ბავშვი შიმშილობდა ქვეყანაში და ვიცოდი რომ ეს შვება იქნებოდა ამ ბავშვების ოჯახებისთვის. მაშინ იყო ჩვენს მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი ბოლო საცხოვრისის შესახებ, რომ თუ ადამიანს ბოლო ბინაკი იქიდან გამოსახლება არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, ბევრი სოციალური პროექტი იყო ჩვენს მიერ გააზრებულიც, მოფიქრებულიც, დარეგისტრირებულიც, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ ვიყავით უმრავლესობა და ჩვენ არ ვიყავით ხელისუფლება, რომ შეგვძლებოდა ამ ყველაფრის განხორციელება. დღეს რომ მე სიღარიბეზე ვლაპარაკობ, ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც პირველად მივიღეთ მაშინ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინ ვთქვით, რომ კარგი იქნება საქართველოში შეიქმნას ფონდი, რომელიც ქართულ ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ოჯახებს დაეხმარება პატარა წვრილი ოჯახური ბიზნესის აწყობაში.
მოგეხსენებათ ჩვენ პლასმასის სავარცხელს, ლურსმანს, ჭიქას, ყველაფერს ვყიდულობთ და არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა. და აი ამ საოჯახო ბიზნესის განვითარება წლების მანძილზე რომ დაგვეწყო ეს ჩვენ და განგვევითარებინა, დღეს უკვე საშუალო ფენის რაღაცა ნიშნები იქნებოდა გამოკვეთილი. სიღარიბეზე რომ ვლაპარაკობთ, მარტო სოციალური დახმარება არ არის აქ გამოსავალი, იმიტომ რომ ბევრი ოჯახი ვალების და გაჭირვების ისეთ ორმოშია ჩავარდნილი, რომ ამ ორმოდან ამოყვანას, სიღარიბის ორმოდან ამოყვანას, ვალების ამუფსკულიდან ამოყვანას ჭირდება წლები, დრო და სახელმწიფოს ფუნქცია სწორედ იმაშია, რომ ზემოდან კი არ მიყუროს, არამედ ამ ყველაფერში ჩაერიოს, ეს ყველაფერი დაარეგულიროს და ასეთი ფონდი რომ ყოფილიყო შექმნილი თავის დროზე, ის კი არა ელიტური ფონდები რო შექმნეს მერე, აწარმოეს საქართველოში და რაღაცა ფონდები, რომლებიც რა თქმა უნდა თავისთავად პოზიტიურ საქმესაც აკეთებენ, მაგრამ ის არ არის ხელმისაწვდომი უბრალო პატარა ოჯახებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ პატარა მანუფაქტურების, საოჯახო მანუფაქტურების შექმნა. ჩვენ წინდასაც კი არ ვაწარმოებთ, პერანგსაც არ ვაწარმოებთ, კალმისტარს არ ვაწარმოებთ და ეს რომ ყოფილიყო ორგანიზებული სახელმწიფოს მხრიდან, ამ ოჯახების კეთილდღეობაც შეიცვლებოდა სიკეთისკენ და დავიწყებდით საშუალო ფენის ეტაპობრივ ფორმირებას ჩვენს ქვეყანაში. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობათ. მოგესალმებით. ისაუბრეთ. რა მაინტერესებს იცით, აი მოსახლეობის დაცლა, დემოგრაფიული დაცლა ქვეყნის. ეს უარყოფითად იმოქმედეს მართულ ელიტაზეც, ხო? ძალა ხوارდება ფინანსურ და მართულ ელიტას. რატო არ ფიქრობთ, აი თავიანთ მომავალზეც? მადლობთ. თავიანთ მომავალზე ფიქრობენ. ხალხის მომავალზე რომ არ ფიქრობენ, იმაზე ვსაუბრობთ დღეს გადაცემაში და ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, სადაც ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკაო, ეხლა კიდევ გავეცანით მონაცემებს 6.3%-ით გაიზარდაო და აი ეს ზრდა, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს წესით თითოეული თქვენგანის ოჯახის კეთილდღეობის მაჩვენებლის შეცვლასთან. ანუ თუ ეკონომიკა იზრდება, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა რატომ უკეთესისკენ არ იცვლება და რატომ უარესდება? და ის რომ უარესდება, ეს არ არის გამოგონილი თემა. 9 წლის ბავშვი რომ იმას მოგწერს დავიღალე შიმშილითო და ხელები მაქვს გადატყავებული ჯართის შეგროვებითო, იმ ჯართს აგროვებს მერე და ავადმყოფ ბებიას ეხმარება, გრძელი წერილია საკმაოდ და ბოლომდე არ წამიკითხავს, არის ტრაგედია. აი ამ ერთი ბავშვის ისტორია, ეს არის თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. იმიტომ რომ ბევრ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ, პოლიტიკოსებიც, ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიცია, საზოგადოება, მაგრამ უმთავრესი თემა არის ჩვენი ბავშვების სიცოცხლის თემა. და დღეს აი ამ თაობას ჭირდება გვერდში დგომა, დახმარება, ის სოციალური შემწეობა არა მხოლოდ, იმიტომ რომ ზოგიერთს ესეც არა აქვს. და ბავშვების ნაწილი მყავს მე ნანახი, რომელსაც ხორცის გემო არ ქონდა გასინჯული, მithქვამს მე ეს გადაცემაში და ჩვენ თუ ვართ თავმოყვარე ხელისუფლება თუ ოპოზიცია თუ საზოგადოება, ეს ძალისხმევა უნდა იყოს გაერთიანებული ამ საერთო სიკეთისკენ, რომ გადავარჩინოთ პირველ რიგში ბავშვები, შემდეგ შევქმნათ რაღაცნაირად საშუალო ფენა. მე მაინც მომხრევა რომ ამ გზით წავიდეთ საოჯახო ბიზნესის, ოჯახური ბიზნესის მხარდაჭერის გზით, იმიტომ რომ ეს ჩვენს ოჯახებს მიცემს შემოსავალს და არ იქნებიან მარტო სოცდახმარებაზე ორიენტირებულები და რაღაცა სიკეთე ხალხისთვის დადგეს. არა მარტო ახალი ფეოდალების საკუთრება არის ჩვენი ქვეყანა. ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების საკუთრება.
ჩვენი სამშობლო და არ შეიძლება ესეთი უთანასწორობის დაშვება, რომ შენ უყურებდ ერთის მხრივ რაღაცა ჯგუფის გაძლიერებას, გამდიდრებას და გაღატაკებას დანარჩენი ჩვენი საზოგადოებისა. ამას ჭირდება ძალიან გონივრული პოლიტიკა, ამას ჭირდება სწრაფი ნაბიჯები, ამას არ ჭირდება, რო იტყვიან დიდი ფილოსოფია. და თუ არის მონდომება, თუ არის ნება, ჩვენ დიდი ხანია დავამარცხებდით თუნდაც ბავშვთა სიღარიბეს ამ ქვეყანაში. და ამ ხელისუფლების პერიოდში, წინა ხელისუფლების იმის წინა, მთელი 30 წლის მანძილზე, დღეს 33 წელი შესრულდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან და 33 წელი გავიდა. ეხლა რომ მე მოვდიოდე ისევ ფეხით ჭუბერის გზაზე და მაქვს ესეთი სურვილი, რა ვიცი, შევძლებ თუ არა ამის განხორციელებას, რომ ოდესმე გადავიღო დოკუმენტური ფილმი, ისევ წამოვიდე ამ ჭუბერის გზაზე, გამოვიარო ფეხით და აი ეს გზა იყოს საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებით გაჭრილი. ანუ რა გზა გავიარეთ 33 წლის მანძილზე ჩვენ. და აი ხა რომ გადავხედო აქედან ისევ უკან იმ გზას, სადაც მოვდიოდი ფეხით თავის დროზე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ისევ არ არის აღდგენილი და ძალიან მძიმე ვითარებაშია ეს ყველაფერი შესული. ისევ ლაპარაკობთ ჩვენ სიღარიბესა და განსაცდელზე და გაჭირვებაზე, ისევ ლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველო ეკონომიკურად არ არის წელში გამართული ქვეყანა, ისევ ლაპარაკობთ იმაზე, რომ არიან ჯგუფი გამდიდრებულების და ხალხი სულს ღაფავს და ასე შემდეგ. და ეს 33 წელი სამწუხაროდ, მთელი ამ 33 წლის მანძილზე ჩვენ ვერ შევძელით ის, რომ რაღაცნაირად განცდა გქონდეს, რომ აქ იპოვოს ადამიანმა თავისი ადგილი. ის კი არა, რომ გადაიხვეწოს საქართველოდან და აიკრიფა ოჯახები და წავიდნენ, დატოვეს ჩვენი ქვეყანა. არა, აქ გაიხაროს ადამიანმა, აქ კონდეს იმედი, რომ არ დაიჩაგრება, აქ კონდეს იმედი, რომ შეძლებს თავისი ოჯახის ფეხზე წამოყენებას. აქ საქართველოში კონდეს იმედი, რომ მას დაინახავენ და იმის მიუხედავად, რომ უპატრონოა, თუ ნიჭიერია და მცოდნეა, საშუალებას მისცემენ იმუშაოს. ისე კი არა, რომ მაინც იგივე გზით მივდივართ და პატრონიანების დასაქმება მარტივია, უპატრონოები შეუძლებელი. არა, აი სწორედ ამის გამო არის, რომ უამრავი ახალგაზრდა ტოვებს საქართველოს და ასე ცარიელდებით. და ჩვენ რა გვინდა უბრალოდ ტერიტორია, სადაც ჩვენი მომავალი ვერ გაიხარებს და გავიხედავთ, გამოვიხედავთ და აღარც მიწაწყლის პატრონები ვიქნებით და კიდე ამ მიწაწყალს ხვები იქნებიან დაპატრონებულები. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე დროებით გემშვიდობებით, ობიექტივი კი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ნახვამდის.